მეტეხის ხიდზე ტრადიციული რიტუალი მიმდინარეობს. კათოლიკოს პატრიარქი 100,000 მოწამის ხსენების დღეს პარაკლისი ხდის. მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილებსაც ჩაყრიან. პარაკლისს წინ ფეხით მსვლელობა უძღოდა. დღის 2 საათის შემდეგ სხვადასხვა ეკლესიაში შეკრებილი მრევლი მეტეხის ხიდისკენ ფეხით დაიძრა. გურამ როგავა ჩაგვართვება ახლა მეტეხის ხიდიდან პირდაპირ ეთერში. გურამ, დასრულდა თუ არა უკვე პარაკლისი? აქ მეტეხის ხიდთან, სადაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი შეიკრიბა, მე-13 საუკუნეში 100,000 ქართველი მოწამე სარწმუნოებისთვის აღესრულა. ამ დროისთვის 100,000 ქართველი მოწამის სახელობის ხსენების დღესთან დაკავშირებით მიმდინარეობს პარაკლისის გადახდა, რომელსაც თავად პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის. ეს პროცესი დაახლოებით 20 წუთია რაც დაიწყო. აქ შეკრებილი არიან თბილისის სხვადასხვა უბნიდან მორწმუნეები, მათ დაახლოებით 14 საათისთვის დაიწყეს სხვადასხვა ტაძრებიდან ფეხით მსვლელობა მეტეხის მიმართულებით. ამ მსვლელობის პროცესიაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. დაახლოებით 15 საათისთვის ჩვენ დავიძარით დიდუბის პანთეონიდან რუსთაველის გავლით და უკვე მეტეხთან აქ მოხდა ყველას მობილიზება და ამ დროისთვის აქ უამრავი ადამიანია შეკრებილი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტეხის ხიდთან, ასევე ევროპის მოედანზე. რაც შეეხება სწორედ ამ მოედანს, სადაც საუკუნეების წინ აღესრულა ქართველი მოწამეები, ამ მოედნის სახელის შერჩევის, ასე ვთქვათ, სახელის მინიჭების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გაბუნიამ და მან აღნიშნა, რომ ამ მოედანს არა ევროპის მოედანი, არამედ 100,000 ქართველი მოწამის სახელი უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, ამ დროისთვის პროცესიაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, რომლებიც ასევე ჩამოსულები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სიმბოლურად უკვე პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქთან ერთად მომლოცველები ჩაყრიან მტკვარში ყვავილებს. აქ ასევე სრულდება ალილუია პატრიარქის კურთხევით. ამ საგალობელს მგალობელთა გუნდთან ერთად ასრულებს ასევე მრევლი. ამ დროისთვის თქვენ ალბათ კადრში ხედავთ, რომ ასევე სანთლებით ხელში არიან აქ შეკრებილი ადამიანები, მორწმუნეები, რომლებიც ამ პარაკლისს ესწრებიან. ისინი ამბობენ, რომ დღეს მათთვის განსაკუთრებით ემოციური დღეა და კვლავ უნდა გაგრძელდეს ასევე მათი თქმით სარწმუნოებისთვის ბრძოლა და ის, ასე ვთქვათ, თავდადება, რომელიც გამოიჩინეს საუკუნეების წინ 100,000 თავდადებულზეა საუბარი, გმირულად აღესრულნენ ეს ადამიანები. სწორედ ეს შემართება უნდა გაგრძელდეს, როგორც აქ მორწმუნეები აცხადებენ და ისინი საუბრობენ, რომ დღეს ასევე აქ შეკრებით გამოხატავენ საკუთარ სიძლიერეს და რწმენას, ზოგადად მხარს უჭერენ ასევე აქ ეს ადამიანები, რომ გაგრძელდეს კვლავ ეკლესიის გაძლიერება ქვეყანაში და აშენდეს უამრავი ახალი ეკლესია და ზოგადად რწმენა უფრო გაძლიერდეს საქართველოში. გმადლობთ გურამ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს პარაკლისი.